ახალაზრს აღარ წახვიდე, ხო? A part of your imagination. Everything you see is a lie. Everything you see is a part of your imagination. Everything you see is a lie. მომაწოდე შენი გრაფიკი და იმის მიხედვით შევაკეთებ ხოლმე რაც გამიფუჭდება. წინასწარ შეგითანხმებ. წინასწარ. რაკინა ბურხი, ენით ბურხა. ნინი მიცინდა, ეხლა გაიცინდა, შენი ნარგიიცი. ბალღამე. რა უკეთურება ეს კაცო ვერდანიშნია ილამშვიდობის. როი სოფიოს კარებს აჭმევ? სოფიოს? ხო არ ვიცი, მე ეზოს კატები მეგონა. ჩვენ მეზობლისაა ზემოთ ცხოვრობს. მე არაფერს ისეც არ ვაჭმევ, მე მგონი. პროექტებზე მევჭამე გუშინ. ხო. ნუ პრინციპში არ უყვარს თავის კატებს უცხოები აჭმევენ. ახლა გავითვალისწინებ. შემდგომ განსხვავებით არ გეტყობა გუში რა დალია. არა, მე გუშინ ცოტა დავლია. თან ცურვა მშველის. კარგ ხასიათზე ვიღუჯებ სულ. არა, მე კი იცვლება ხასიათი დღის განმავლობაში მის მიხედვით რაც მოხდება, მაგრამ. ანუ ბურღის ხვაც არ გაწოხებს ხო დილით? არა. რა ვიცი, მე სულ ძიმეთ ვიღიძებ ხოლმე. ხო და ცურვაზე უნდა იარო. არ ვიცი. არ იცი? მართლა. რატო რა ექიმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცურვა? არა, რა თქმა უნდა. ნავს ვერ ვისწავლი, ვერ მოვახერხ რა. გასწავლი მე თუ გინდა. მართლა მოდი ჩვენთან ავიდე და გასწავლი. დღეს? პრინციპში ღამე არ მაქვს მორიგეობა. ხო და ძალიან კაი, მეც გვიან მივდივარ ხოლმე ისაც 10-ზე ან 11-ზე. არავინ არ არის მაგ დროს საოცრად. არა, უფრო სწორედ ცოტა ხალხია და მეტი სივრცეა საცურაოდ. რა ვიცი, კაი, მოვა. სად არის? აი ვაკეში რა უწია. აუღვიძია. და თავით გივა მე მგონი. ამას მხოლოდ ექიმი შეამჩნევ და აქედან იქ. არაფერი მძიმედ იქნებს ხელს, მე და არაფერი. ეზოში თამაშო? ო, ამოვალეხავე. რატო გურღავენ? კაი, დროებით. აი, მოხვალანო. 10-თვის მოვა მე მაშინ. აი. კაი.
ჭუკი გააბით ამბილად. კატებს ვაჭმევდი და გამოიხედა. რა მე? არაფერი განსაკუთრებული. თავი მტკივა მაგრამ. იარე თქო ცურვაზე. კაი რა. რა თქვა, კაი იყო, გუშინო? მე რა ვიცი, პირდაპირ ხარ უკითხავდი. კაი ტიპია, მაგრამ ცოტა აჭრილია. ჭრილი? ხო, ეს სულიც მოუკვდა. და ბავშვი წაართვეს, ხო, ტყუილო ხوار წაართვებდნენ ბავშვს. გონი რაღაცას მალავს. თვითონ ძალიან იდუმალია თუ არ ვიცი რა. მე რა მოხდება რა, რაღაცა დრამებს ხო არ ვითხოვ. ერთი ნორმალური, საღია, ისეთი დაწყობილი კაცი რომ მყავდეს. ძავენების გადახსნის გარეშე. შენ ძალიან გაგამხიერულა იმ ექიმა, ხო? შენზე მეცინება ნორმალურებთან რო იწყენ და არანორმალურებთან იძაბები, სულ ეგრე გემართება თან. ხო და იოქრო შვალედი კაცი მინდა. დალია. ალო? სპეციალურად აკეთებ, ხო? რას? რას და წაიგითხა სპონსორმა სარეკლამო მასალა და ანტირეკლამაო. რა დეგენერატია, რატო ანტირეკლამა? მე რა ვქნა ელენე, ხლა შენ გიხსნა როგორ იწერება სარეკლამო სტატია? მობძანდი სამსახურში დროზე და შეხვდი. იმათი პიარი გოგო მოვა. აი მე გოგო არის დებილი, გეხოწები არ შემახვედრო მაგ გოგოს. დებილი ხარ შენ, მეოთხეთ რომ წერ ერთი და იგივე სტატიას და ვერ დააყენე საშველი. ხო, მეც დებილი ვარ, მაგას რომ დავთანხმდი საერთოდ. ხო და რასაც არ ეშველება, არ ეშველება. სტატიას ეშველება. მოდი და კითხე რა ჯანდაბა უნდათ და ისე დაწერე. კაი მოვა. რამალე დაყარე ფარხმალი. ნახა რომ არ მივიდე 7 ჯერ დამაწერინებენ თავიდან. აი მე კიდე სასწრაფოდ მაქვს მოსაფიქრებელი ვიზა დავწერო პროფაილი. შენ შოთაზე რა დაწერო? შოთა კვარაცხელიაზე რო დავწერო. კარგი კაცია ეგ. ქორეოგრაფი როა? ხო. რავი, მე დაურეკე და თუ თბილისშია გავაკეთე. დავრეკავ დღეს. შენ იცი რა არ მოეწონათ იმათ? რა? რა იყო სათაური სტატიის? რა იყო? დეველოპმენტური ტანკა. აფრისაზე არ არის. წავედით. შენ იცი. დოდო, ბატონო, კარგი ტორტი სად იყიდება? საღამოს, გვიან. შენ იცი ეგეთები. ეკას ტორტი იყო კარგი და გააფუჭეს. როგორც ხდება ხოლმე. ხო. შეუკვეთე ტორტ თაუნში. გონი მაგათი მართლა ყოველს ჯობია ახლა. ქორწინების 20 წლის თავი გვაქვს დღეს. უი, მართლა? გილოცავ. ჩემი ქმარი ტორტს რომ დაინახავ საღამოს იქნება მაშინ მაინც გაახსენდეს დღეს რა დღეა. კაცებს არ ამახსოვრდებათ ეგეთები. არ უნდა გეწყინოს. არ მწყინს. მაგრამ ცოტა მწყინს. რას ვიზამ? იმას იმდენი საფიქრალი აქვს, იმდენი საქმე. მეც იცი გვიან გამახსენდა. სიზმარი დამესიზმრა. ნონა ვნახე. ნონა? ჩემი მეგობარი რო იყო. კიბოთი რომ გარდაიცვალა შარშანძი. ხო.
კი, გამახსენდა, შენ მიყვებოდი კი. ჩემი მეჯვარე იყო. მართლა? დილით ისე ცუდად ვიყავი. მე მარშრუტკაში გამახსენდა რომ 28-ა. ჩვენი ქორწინების დღე. ნონაც მაგიტომ დამესიზმრა. ალბათ. ჩემი ცოლი არ აღნიშნავს ამ დღეს. გაბრაზებულია ჩემზე ცოლად რომ გამოყვა. გაბრაზებული იმდენჯერ და ისე ვარ ხოლმე. ყველანი ხართ? სად ვიქნებით? 479-ია გასული, რაღაც ავარიაა ყაზბეგზე. ამ ხალხმა ხო ვერ მოიშალა გიჟივით სიარული. ყავს დაგალენდი გია. გამოძახება ფანასკერტელი სოჩი. შენ გელოდებოდნენ. მეორე ფანასკერტელი სოჩი. დროებით. კარგად. კარგად. The world is saying goodbye to Muhammad Ali as his casket arrives for a Muslim service in his hometown. იმ დღესვე შეგეძლო შენ ბავშვის წამოყვანა, მაგრამ თავს ვერ აბა ვერაფერს. რუსიკო, აი გადამრევ შენ მე რა. აი მაგის თავი მქონდა მე მაშინ, რა. არასდროს არც არია. ბავშვს ვერ უვლის. ნახევრად უპატრონოდ იზრდება. რამდენ ჩხუბს არ ჯობია ოფიციალურად წამოვიყვანოთ, მეურვეობა ავიღოთ. რას მიყურებ? გინდა შენ უდედოთ ნახევრად უმამოდ და ნანას გაზრდილი შვილიშვილი. შენ აგიხსენებ. ასე მარტივად ეს საქმე არ კეთდება. საჭიროა მყარი იურიდიული არგუმენტაცია, რატომ აშორებ მამაშვილს და რატომ მოყავს შენთან. მივიდნენ სახლში. მივიდნენ და ნახო მთელი დღეები მარტო რო არის ბავშვი. სკოლაში პრობლემები, სახლში პრობლემები. 12 წლის გოგო. კაცი სამსახურის ფორმებს უნდა აუთავებდეს? ნორმალური ეს? ნანა ამბობს თვითონ უნდა. ნანა ბევრ ამას ამბობს, ნანას უსმინო ეხლა. კარგი წავალავთ ასთან. რამდენი ხანია მაგას მირდები?